Adlobs Nodar Chachua საუბრობდა პირდაპირ ეთერში თბილისის მერის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უთანხმოება თბილისის ზღვის უბნის დასახლებაში სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. 130-მდე ოჯახს ახლა ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. საუბარია სოციალურად დაუცველ და დევნილ ოჯახებზე, რომლებიც 9 სართულიან კორპუსებში 2003 წელს თვითნებურად შესახლდნენ და ამ დროის განმავლობაში ბინები დაისაკუთრეს. თუმცა ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებენ მეტრომშენის თანამშრომლებიც. სწორედ მეტრომშენის დაკვეთით აშენდა 80-იან წლებში მითითებული 4 კორპუსი. ადგილობრივთა პროტესტის გამო გასახლების პროცესი დროებით შეჩერებულია, თუმცა სოციალურად დაუცველები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ყოველდღე ელოდებიან. ჩამოვაგდო ჩემი კარები და დააყენა თავის კარები. მერაბ ყრუაშვილი აცხადებს, რომ ბინა ოფიციალურად მასზეა რეგისტრირებული, თუმცა 1 წლის წინ მისი საცხოვრებელი სახლის კარი თვითნებურად ჩამოხსნეს. სხვა კარი დაკიდეს და ბინა მიისაკუთრეს. ლურჯი ჭანტურია, რომელიც ამ სახლში 1 წელია ცხოვრობს, საპირისპირო სამტკიცებს. მისი თქმით, ბინაში თანხა არ გადაუხდია. საცხოვრებელი ქართლის მესაკუთრე კი მისი მეუღლეა. ბინას განიხილეთ ეს ბინა თუ როგორ მოხვდით ამ ბინაში? არაბელ ფული ამეცია ბავშვი. უბრალოდ შემოხვედით? ხო. ჭანდურია სახელზე ეს ნაკუჭოგოძეს ფოსა. ამ შემეუღლის? ხო, შემეუღლის სახელზე. ბინა საკუთრება ჩემი არის, დაზე ჩაწერილი ვარ ამაში, პირადობის მოძალს აღებული მაქვს. და ჩემი ბინა გატეხილი აქვს ჩემი კარებით. დაანტრიეს და ჩასო თავის კარები. ხო და მოვითხოვ რომ ის კაცი გამოვიდეს. ცხოვრებით არ ცხოვრობს შიგნით. ეგრეთ წოდებული მეტრომშენის თანამშრომლები და მათი სამართალმემკვიდრეები აცხადებენ, რომ ბინები იურიდიულად მათ ეკუთვნით, რაზეც არგუმენტად საჯარო რეესტრიდან საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი მოაქვთ. მათი თქმით, საცხოვრებელ სახლებში შეჭრილი მოქალაქეები არც სოციალურად დაუცველები და არც იძულებით გადაადგილებული პირები არიან. ისინი კორპუსებში 2003 წელს შეიჭრნენ და ცდილობენ სხვისი საკუთრების დაკანონებას. ოფიციალურად ჩვენ გვაქვს საჯარო რეესტრის ამონაწერი, ჩვენ სახელზე მოდის დენი, ჩვენ სახელზე მოდის გაზი, ბინა ჩვენია. არ არიან ისინი სოციალურად დაუცველები, შესაბამისად სოციალურად დაუცველები რო არ არიან, მერია ამათ არ აძლევთ იმას რაღაც ფაქტს არ უყოფს. ზღვის უბნის მეორე მიკრორაიონის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ საცხოვრებელი ფაქტები უკანონოდ არ დაუკავებიათ. მათი თქმით, 2005 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კორპუსები რეგისტრირებული არ იყო. მოგვიანებით ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობები მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გამრიცხველიანდა და დღეისთვის საცხოვრებლის ოფიციალური მესაკუთრეები არიან. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მეტრომშენის თანამშრომელთა ხელთარსებული დოკუმენტაცია ამონაწერის საჯარო რეესტრიდან საკუთრების შესახებ უკანონოდ არის გაცემული. რეესტრის ამონახები გაგვაჩნია 2005 წელს, რომ ჩვენ არავის ქონებაში არ შევჭრილვათ. ანუ სტატუსი შეჭრილი ჩვენ არ გვეკუთვნის. გამგეობამ სრულიად არავითარი კომისია არ ჩაუტარებია, ადგა და სულ ყველას მეტროს მხრიდან წარმომადგენლებს, რომელიც ადამიანები გარდაცვლილია, თუ მუშაობდა, იმათ შვილიშვილებს, იმათ ბიძაშვილებს მოიყვანეს ხალხი და დაურიგეს საკუთრების მოწმობები ამ ჩვენ ნაცვალებზე. ამათმა თავისთავად გააფორმა რეესტრი. ხმაური ზღვის უბნის დასახლებაში გუშინ გვიან ღამით დაიწყო, მაშინ როცა ადგილობრივი მოსახლეობის გამოსახლება დაიწყო. 130-ზე მეტი ოჯახი შესაძლოა თავშესაფრის გარეშე დარჩეს, რადგან ბინები კერძო საკუთრებაში და მათი მფლობელები მეტრომშენის თანამშრომლები არიან. თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მეტრომშენის თანამშრომლებს საბუთები გაყალბებული აქვს. არა, განვითარებულია, მაგრამ